ესეთი რაღაც გამიგია ხოლმე ხშირად, რომ მოდისო ბუღალტერიაო და პროექტის ხარჯ-თავრისხვას რო გვიჩვენებსო, გული გვისკდება, იმიტომ რომ გაცილებით მეტია დახარჯული, ვიდრე გაკეთებული რეალური შედეგი. ან პირიქით, შეიძლება ძალიან ბევრი გქონდეს რაღაცა გაკეთებული, მაგრამ იმის შესაბამისი არ იყოს დახარჯული. და ეს აცდენები და ეს თქვათ გაუგებრობები, რომ მიყვეს გეგმა, გრაფიკი პროექტს რეალობაში, მიყვეს ბიუჯეტი და ხარჯების მართვა რეალობაში პროექტს როგორც არის, აი ეს დილემა და ეს ამოცანა ძალიან ბევრი გუნდის წინაშე დგას. და ხშირად არის ხოლმე რომ ამ აცდენების გამო ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ დაბნეულან, თქვათ, შევხედიათ რაღაც რადიკალურად და როგორ კაცო თანხის 80% დავხარჯეთ და მარტო 20% გვაქვს გაკეთებული და აი ახლა რაღაცა უნდა გავაკეთოთ და მოკლედ იქნება მე ხმლებს და ამ ხმლის მოქნევისას ვიღაცებს თავი მოეჭრება, ვიღაცებს რა ვიცი რაღაც სხვა ამბები და მოკლედ საბოლოო ჯამში ხოლმე ძალიან დიდი ქაოსი შეიძლება იყოს იმის გამო, რომ აი ეს ფინანსები და ხარჯების მართვა არ არის რეალობასთან თანხვედრაში. პროექტი მართვის ტრენინგზე ჩვენთან ფლომასტერში ასე ვაკეთებთ და ვატარებთ. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ იმის გამოთვლას და იმის predictions თუ დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც პროექტი მიმდინარეობს, როგორ შევაფასოთ ჩვენი მიმდინარე შედეგი, რაც მივიღეთ, როგორ ედრება იმ ხარჯებს, რაც გავწიეთ და აწი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არც გადახარჯვა გქონდეს და არც პირიქით რაღაცა შედარებით რაღაცა ხელმომჭირნეთ ვიმუშაოთ და ვაკეთოთ საქმე, ხო? აი ეს end value management-ის ის კომპონენტები, რომელიც პროექტის მართვას ძალიან უწყობს ხელს, რომ გუნდიც მოტივირებული იყოს და თქვათ არ იყოს მუდმივად იმაში შიში, რომ აი მე ამოგვეწურა რესურსები, დამკვეთის და stakeholder-ის თავი, ვინც არის ხო სპონსორი, ისიც კომფორტში იყოს, რომ მისი რესურსები კი არ იბნევა და იფანტება, არამედ მართლა საქმის კეთებას და შედეგის დადებას ხმარდება. აი სწორედ აი ამის სწავლაში ვართ ხოლმე პროექტის მართვის ტრენინგზე, რომ ისე შევიმუშაოთ პროექტის ბიუჯეტი და შევიმუშაოთ ეს არნიშნავს, რომ ერთხელ გავაკეთებთ და მე არ. ისე შევიმუშაოთ და ვმართოთ პროექტის ბიუჯეტი, რომ ხარჯები და რეალობა თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან.